რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლე არსენ კალატოზის შვილმა ძლიერ საქართველოში ფიქრობენ რომ ეს გადაწყვეტილება არა თუ მოსამართლის არამედ ოლიგარქის პოლიტიკური ვერდიქტი იქნება. ზუსტად პირველ საათზე არის ჩანიშნული მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს დღეს. მოსამართლემ პროკურატურა მიმართა რომ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით პროცესი ჩატარებული იყო და ჩანიშნული იყო სასამართლოს, თუმცა უცნობია როგორი არის პროკურატურის მოთხოვნა მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობას უთხოვენ თუ გირაოს იმის გამო რომ თია წულუკიანის მოთხოვნას არ დაემორჩილა. ძლიერ საქართველოში აცხადებენ რომ მამუკა ხაზარაძე ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ ის ყველგან იბრძოლებს ბოლომდე თავისუფლებისთვის და იბრძოლებს იმისთვის რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული. ძალიან მალე გაირკვევა ეს იქნება საპატიმრო სასჯელი თუ რამე სხვა ტიპის შეზღუდვა, რომელსაც რეჟიმი მას დაუწესებს. ამავდროულად ბადრი ჯაფარიძეც არის დაბარებული პროკურატურაში და ცხადია რომ ეს იერიში არ არის შემთხვევითი. ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის ძლიერი დამოუკიდებელი და თვითკმარი ძლიერი საქართველო. შესაბამისად ეს იერიში რომელიც ჩვენ წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს არის ამის აღიარება და იმის აღიარება რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილისთვის არის ძალიან სერიოზული თავის ტკივილი და პრობლემა. ძლიერი საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც ჩანს ის ხედავს რომ ჩვენი მზარდი პოლიტიკური ძალა მისთვის არის დისკომფორტის შემქმნელი. მეორე ამ კომისიის დანიშნულება ეს არის რუსეთის დავალებების შესრულება და რუსეთის დავალებების შესრულებაში ძლიერი საქართველო და არც ერთი მისი წარმომადგენელი არ მიიღებს მონაწილეობას, რითაც არ უნდა დაგვემუქროს რუსული რეჟიმი, იქნება ეს ჯარიმა, ციხე თუ სხვა. ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით აბსურდული იქნებოდა ასე ვთქვათ რაღაცა პატიმრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა ამ ეტაპზე ივანიშვილს. რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების დევნას აგრძელებს. მამუკა ხაზარაძის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს სასამართლო და ამასთან ერთად პროკურატურაში გამოკითხვაზე ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არის დაბარებული. ასევე გამოკითხვაზე დაბარებული არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. არც ბადრი ჯაფარიძე და არც ირაკლი ოქრუაშვილი არ აპირებენ რომ მივიდნენ გამოკითხვაზე. ლეგიტიმაცია მიანიჭონ სწორედ ოლიგარქის დამორჩილებულ გაბიტაშვილის უწყებას. ორივე მოითხოვა რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხოს და დიდი ალბათობით ორივე სასამართლო პროცესი არ არის გამორიცხული რომ დღესვე ჩატარდეს და დღესვე მივიდნენ ისინი სასამართლოში. ჯერჯერობით არ უცნობებია პროკურატურას როდის იქნება სასამართლოს ხდომა ბადრი ჯაფარიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში. ამასთან ერთად სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი რომ გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე დაიბარეს პროკურატურაში. მან სოციალურ ქსელში დაწერა რომ წულუკიანი იბარებს გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა ზურა ჯაფარიძის პოზიციაც იდენტურია, ის არაპირებს პროკურატურაში მივიდეს და მასაც მაგისტრატ მოსამართლესთან მოუწევს მისვლა. პოლიტიკოსები აცხადებენ რომ ის რაც ახლა ხდება პოლიტიკურ ველზე არის შურისძიება ოლიგარქიული რეჟიმის და ყველაფერს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი იმისთვის რომ დააშინოს ოპონენტები, რომ პოლიტიკური ველი მოისუფთავოს. ეს ადამიანი მართლა არაფერ შუაშია იმ საქმეებზე რის გამოც ცდილობენ რომ ის მასზე რაღაცა პოლიტიკური თუ სხვაგვარი ზეწოლა და წნეხი განახორციელონ და მე პირადად ძალიან ვაფასებ მის ამ მიდგომას და პოზიციას, ვაშკაცურ პოზიციას, რომელიც მან გამოხატა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არ ეპუება წულუკიანის ამ კრემლის მხრიდან დაორგანიზებულ და ხელდასმულ კომისიის მუშაობას და დგას ძალიან პრინციპულად თავის პოზიციაზე. ყველა ქართული ოცნების ქმედება ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ ეს მთავრობა აპირებს დარჩენას და რაღაცნაირად გვაიძულოს შევეგუოთ სიტუაციას. რა თქმა უნდა, ეს ემსახურება შიშის დათესვას, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ არ ვილაპარაკოთ სინამდვილეში რამძიმე კვირები აქვს, რამძიმე დღეები აქვს ქართულ ოცნებას და რამხელა წნეხი ხორციელდება მათზე და ემსახურება მათ ძალაუფლების გადაჩენას, სადაც ვერაფერი ვეღარ უშველეს, იმიტომ რომ ქართულ ხალხს გამოტანილი განაჩენი ქართული ოცნებისთვის, ქართულ ხალხს სულს ბიძინა ივანიშვილი.
კომისიის ხდომაზე გარდა იმ ლიდერებისა, რომლებიც მოგიყევით, დაბარებული ყავდათ გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი არის თია წულუკიანმა მიმართა თუ არა პროკურატურას, რომ მათ წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ფაქტი არის ის, რომ ამ ეტაპისთვის წულუკიანს მიმართული აქვს ბადრი ჯაფარიძესა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, სწორედ მათი საქმეები არის ახლა სწორედ აქტიურად განსახილველი გაბიტაშვილის უწყებაში და დღეს არის სასამართლო პროცესები ჩანიშნული მაგისტრატ მოსამართლესთან. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე მოუწიოთ მათ მისვლა და განმარტებების მიცემა, თუ რატომ არ მივიდნენ თია წულუკიანის კომისიის ხდომაზე, რატომ გამოუცხადეს უნდობლობა ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიას. მომდევნო დღეების განმავლობაში კი ჩვენ ვიხილავთ სავარაუდოდ ახალ სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით. მან სოციალურ ქსელში, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ თია წულუკიანმა დაიბარა გამოკითხვაზე, მას შემდეგ რაც უარს მიიღებს თია წულუკიანი ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს თია წულუკიანი დიდი ალბათობით სწორედ პროკურატურას, რომ დაიწყო გამოძიება, ასევე მოხდება სავარაუდოდ გოკა გაბაშვილისა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებითაც. ფაქტი არის ის, რომ ოპონენტების დევნა აქვს დაწყებული ქართულ ოცნებას, განსაკუთრებული სისწრაფით იძიებს ამ საქმეებს გაბიტაშვილის უწყება და დღეს ყურადღების ცენტრში იქნება პირველ საათზე საქალაქო სასამართლო. პირველი სამიზნე სწორედ ოლიგარქის რეჟიმის იყო მამუკა ხაზარაძე და სწორედ მასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი და აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს მოსამართლემ. პირველ საათზე დაიწყება სასამართლოს ხდომა და ცნობილი გახდება, როგორი არის პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობას ითხოვენ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით თუ გირაოს იმის გამო, რომ თია წულუკიანის მოთხოვნას არ დაემორჩილა.